მე-11 ამოცანა. 5-მა მუშამ სამუშაოს ნახევარი 3 საათში შეასრულა. შემდეგ მათ დაემატათ 1 მუშა და დარჩენილი სამუშაო ერთად დაასრულეს. რა დრო დაჭირდებოდათ მათ იგივე სამუშაოს შესასრულებლად მუშაობა ყველას ერთად რომ დაეწყოთ, თუ თითოეული მუშის შრომის ნაყოფიერება ერთნაირია. მოდით მივყვეთ ამ ამოცანას ნაბიჯ-ნაბიჯ და ვნახოთ რას გვეუბნება. ამოცანა გვეუბნება რომ 5-მა მუშამ სამუშაოს ნახევარი 3 საათში შეასრულა. ამოვწეროთ ეს ინფორმაცია. 5 მუშა ყავს, სამუშაოს ნახევარი 3 საათში შეასრულეს ამ 5-მა მუშამ. ცხადია ეს 5 მუშა თლიან სამუშაოს შეასრულებდა 6 საათში, იმიტომ რომ ნახევარს თუ ანდომებს 3 საათს, მეორე ნახევარსაც 3 საათს ვანდობებ და ანუ ჯამში 6 საათს. მაშინ ერთი მუშა იგივე სამუშაოს, ანუ სრულ სამუშაოს შეასრულებს 5-ჯერ მეტ დროში, ხო მართალია? ამიტომ 30 საათი დასჭირდება ერთ მუშას ამ სამუშაოს შესასრულებლად. ამოცანა გვეკითხება ერთი მუშა რომ დამატებოდათ, ანუ 6 მუშა ამ თლიან სამუშაოს რამდენ ხანში შეასრულებდაო თავიდან ბოლომდე. ცხადია 6 მუშა 6-ჯერ ნაკლებ დროში დაასრულებს სამუშაოს ვიდრე ერთი მუშა. ამიტომ 30 უნდა გავყოთ 6-ზე და ეს არის 5. პასუხი არის D 5 საათი.